ჩაგრულო მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ საზოგადოებრივ რადიოს FM 102-სა და 4-ზე. პირველიდან ორამდე ტრადიციულად ყოველ 4 შაბათს წარმოგიდგენთ მუსიკის საათს. დღეს თავაზობთ გადაცემა ჩაკრულოს. გადაცემას გაუძღვებით დავით ცინცაძე და მიხეილ ჯავახიშვილი. მოგესალმებით საუკეთესო სურვილები და დღეს საიმედო და საკმაოდ საინტერესო გადაცემა გვექნება. საიმედო იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ტრადიციული ხალხური სიმღერა და ქართული ტრადიციული გალობა ვფიქრობთ და დღეს ამას ფაქტობრივადაც გაჩვენებთ, რომ საიმედო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, მეტად საიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხოლმე. დღეს ჩვენ ეთერს სრულად დაუთმობთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დაარსებულ სკოლას, რომელიც ზესტაფონში ჩამოყალიბდა. ეს არის ზესტაფონის საუთბარო სკოლა. ჩვენ დავით ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ფოლკლორის ცენტრის ბოლო წლებში ფოლკლორის ცენტრის მიერ დაარსებული სკოლების შესახებ, რომლის მიზანია აღიზარდონ ბავშვები, მოზარდები ჩაერთონ ქართული ხალხური სიმღერის და გალობის სიყვარულში, შესწავლაში, შემდეგ მათ ჩააბარონ, ასე ვთქვათ, და პროფესიად მიიღონ და გაიხადონ ქართული ხალხური სიმღერა ტრადიციული გალობა, როგორც რეგენტის და ლოტვარის წოდება ამ შემთხვევაში და ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი, სადაც არაერთი, ვთქვათ, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა აღიზარდა, ჩააბარა და მიიღო პროფესია, როგორც ქართული ხალხური სიმღერის და გალობის სპეციალისტის. ამ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. თბილისშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ რაიონში, საქართველოს მთელი მასშტაბით რაიონში, სოფლად დაინტერესდნენ ქართული ხალხური სიმღერით ბავშვები, ახალგაზრდები და ჩაიბან ამ დიდ მოძრაობაში. მე უნდა გითხრათ, რომ ეს არ დაწყებულა რამდენიმე წლის წინ, ეს დიდი ხანია დაიწყო, ჯერ აგეთათო ცინცაძემ ძალიან კარგად იცის ამ სკოლების არსი და ყველაფერი, იმიტომ რომ მის ხელში გამოიარა პირველად ამ ყველაფერმა და გრძელდება ახლაც, მაგრამ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უკვე თავის, ასე ვთქვათ, მიმართულებით ძალიან საინტერესო დაიწყო ეს ყველაფერი და უკვე დაახლოებით 19-მდე სკოლა არის ახსნილი, რომელიც ემსახურება ქართული ხალხური სიმღერისა ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას და შესწავლას და გადაცემას მომავალი თაობებისთვის. ჩვენ დღეს გვესტუმრა ზესტაფონის საუთბარო სკოლა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, გოგონები და ბიჭები, მათი პედაგოგები. მე მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ზესტაფონის საუთბარო სკოლის კონსულტანტი ბატონი გივი შანიძე, რომელიც ჩვენთან არაერთხელ ყოფილა, ჩვენ გვისაუბრია ძალიან ბევრ საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ასევე იქნება ამავე სკოლის რეგენტი ქალბატონი ლია ფცქიალაძე, რომელიც გალობას ასწავლის ბავშვებს და მე მინახავს მისი ჩატარებული გაკვეთილები, როგორი სიყვარულით გადასცემს ტრადიციული გალობას ის ამ ახალგაზრდებს. ასევე იქნება ლოტვარი ბატონი ალექსანდრე ხახიშვილი და იქნება ხალხური საკრავების პედაგოგი, რომელიც ჩვენთან არის სტუმრად, ბატონი რევას შარიქაძე. ასევე ჩვენ მოვიწვიეთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ვალიშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი გადაცემის არსიც და ის საქმეც, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. დიდი მადლობა უნდა უთხრა განსაკუთრებით ბავშვებს და პედაგოგებს და მათ მშობლებს, რომ დღეს მოახერხეთ და ჩამოხვედით ჩვენთან. დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. ძალიან საინტერესოა ეს წამოწყება თუ გაგრძელება საქმის საუთბარო სკოლების. უნდა გითხოთ, ცხადია, ზესტაფონში, სადაც ტრადიციული ხალხური სიმღერის არაერთ შემსრულებელი ახსოვს ქართულ კულტურას, ძალიან ცუდად იყო მდგომარეობა. არა მხოლოდ ზესტაფონში, არამედ მთელ საქართველოში ყველა რაიონში ასე იყო ეს. პირადადაც მახსოვს და უშუალოდ მქონია შეხება, რამდენად მძიმეა მდგომარეობა არამცდო ხალხური სიმღერის სიმღერაზე გამო ბავშვის განათლებაში გარკვეული ფინანსური ინტერესის ჩადება, არამედ
სრულ უსასყიდლოდ თავაზობდით სიმღერა გალობას, მაშინაც კი უარზე იყვნენ. და მაშინ როცა უსასყიდლოდ არ მოდის ოჯახი არ მოყავს თავისი შვილი, იმიტომ რომ შეისწავლოს თავისი ქვეყნის ტრადიციული კულტურა, რომელიც კულტურაც სოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ თუ აამაყებს ადამიანს და არ შეარცხავს ნამდვილად, ამაზეც კი უარს ამბობდნენ. გარკვეულმა ტენდენციებმა და ტრადიციებმა წინა 10 წლეულების ფაქტობრივი შედეგი, ვთქვათ, ჩვენ პერიოდში უფრო, ვთქვათ, ჩვენ რამდენად მძიმე იყო და აი ამის შემოტრიალების პერიოდი იყო, არის რამდენიმე ბოლო 10 წლეული. თქვენ ერთ-ერთი უშუალო წარმომადგენელი ბრძანდებით თითოეული თქვენთაგან, რომლებიც აი ამ საქმეში თუ არ ვცდები 2 წელია, ხო? კი, 2 წელი და მესამე დაიწყო. მესამე წელი დაიწყო, რაც აი ამ საქმეში ჩაებით. უნდა გითხოთ ცხადია ზესტაფონის შესახებ და ძალიან საინტერესოა. რა ხდება დღეს ზესტაფონში? რა მდგომარეობა იყო და რას მივახციეთ დღეს? მე მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ, მინდა დიდი მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. ჩვენ წინა გადაცემაში იმის შესახებ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ არის ესეთი საოცარი ბავშვები, როცა ჩამოყალიბდა და მაშინ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ეს ბავშვები ამ სტუდიაში მოხვდებოდნენ და დღეს აღსრულდა ეს დღე არის და მე ამისთვის მინდა ჩემო ყველას მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ. ვინც მიიღეთ აი ამ ბავშვების გახარებისთვის, რომ მოვიდნენ. ახლა ეს ბავშვები აქ არიან და მისი მშობლები გარეთ ელოდებიან სულ ყველას. მე მგონი სულ ყველას მშობლები წამოყვა, იმიტომ რომ იმდენად ენთუზიაზმი არის დღეს აი გალობის და ხალხური სიმღერის შესწავლის ზესტაფონში, ალბათ გაიკვირდება. რა მდგომარეობა იყო მანამდე? არსებობდა თუ არა ბავშვთა ანსამბლები ზესტაფონში? რო გითხრა ახლა ძალიან ღმათ ვარ ამ ისტორიაში, ქალბატონი ლია მე მგონი უფრო გაგატყოს. იყო სკოლაში სასწავლებელში, სამუსიკო სასწავლებელში ასწავლიდნენ. ქალბატონი ლია ასწავლიდა. ქალბატონი ლია, ისე გითხრათ, რა მდგომარეობა იყო და როგორ გაგრძელდა? იმიტომ რომ დღეს რამდენიმე რაიონში ჩვენ გქონია ფაქტები და შემთხვევები, სადაც გარკვეულწილად თქვათ ამით არ ჩენდნენ ოჯახს, თუ ლუკმაპური იყო ზოგი პედაგოგისთვის და ლოტბარისთვის და რეგენტისთვის და როდესაც რაღაც სკოლის გახსნა ხდება ხოლმე იმ რაიონში, ყოველთვის საფრთხილოა მასთან ურთიერთობა. აი რა მდგომარეობა იყო ზესტაფონში? მეც მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის და მინდა ცოტა წინა პერიოდის როგორც თქვენ გაინტერესებთ მიმახილვა თქვა. ქალბატონ ლია სალაყაიას ნამოწაფარი იყო ზესტაფონში ნანა ფერაძეს. ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს. და ქალბატონ ნანამ თავისი ინიციატივით მე მომიხმარე როგორც მისი ყოფილი პედაგოგი სამუსიკო სკოლიდან და შევკრიბე ჩვენ სკოლებიდან ბავშვები და ვასწავლეთ გალობას. ეს იყო 91 წელი, როცა პირველად გავმართეთ გალობის აღამები და მის შემდეგ ქალბატონი წავძანდა მე ვიყავი მე და ძალიან ბევრი თაობა გალობდა ამ ბავშვთა გუნდში. სამუსიკო სკოლის ბაზაზე კი არ იყო ეს და ოფიციალურად კი არაფერი ხდებოდა. სამოყვარულო დონეზე იყო, მაგრამ მეუფეების კურთხევით ტაძარშიც გალობდნენ ხოლმე ეს ბავშვები და იყო დაინტერესება, მაგრამ იყო ხელის შეშლა და აკრძალვა და რაღაც იატაკქვეშა მოღვაწეობას გავდა ხოლმე ეს. სამწუხაროდ. ეგრეციო. ასე იყო და შემდეგ უკვე ქართული ხალხური საგანი რომ ისწავლება სამუსიკო სკოლაში, აი იქ ბავშვები მოდიოდნენ, მათაც უნდათ გალობის შესწავლა და აიქაც არიან ბავშვები, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში გალობდნენ იქ. და როცა ეს საალტბარო სკოლა ჩამოყალიბდა, იყო უდიდესი სიხარული, მოწესრიგებულად, ბაზა გვაქვს, კონსულტანტი გვყავს. ერთადერთი აი მინდა ეხლაც გავაჟღერო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი მოსასმენი მასალა, მაგრამ არ გვაქვს აპარატურა. გქონდა და იქ რაღაც მოხდა მე ინციდენტი დაგვეკარგა ესა და ამის თხოვნა გვაქვს, რომ თუ რამე შესაძლებელი იქნება აპარატურა მარტივიც რომ იყოს, რომ გქონდეს. ბავშვები ძალიან დიდი მონდომებით სწავლობენ გალობას. შეგნებული აქვთ უკვე და გაცნობიერებული რომ უნდა იყოს აი ეს ერთი პირველი ხმა, ერთი მეორე და ბანი. იმ პირველ ეტაპზე უნდა ვაღიარო ახლა რომ მეც არ ვიყავი იმ დონეზე და არც ახლა ჯერ ვერ ვიტყვი რომ სულ ყოფილა დრამა ვიცი, მაგრამ ბავშვებთან ერთად მეც ვსწავლობ და მეც ვიზრდები და აი იმას რომ ერთმა თქვას პირველი ხმა, ერთმა მეორე და ბევრმა ბანი ან რამოდენიმე ბანი, აი ამას ვეჩვევით და იხვეწება თანდათან და მე წამს რომ ეს ბავშვები იმ დონეზე შეიყვარებენ ქართულ გალობას უკვე უყვართ. რომ მათგან გაიზრდება რამოდენიმე მაინც რეგენტი, რამოდენიმე ლოტბარი აი ხალხური საკრავების და თუ ეს არ იქნება
იქნებიან ძალიან კარგი ადამიანები, ისინი აღსარებლები არიან ტაძარში გალობენ წირვაზე, აი პატრიარქი როცა ბრძანდებოდა ზესტაფონში მე ამ ბავშვების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მთელი პარაკლისი და მობრძანება, უწვიდესის გაცილება აი ამათ ძალიან პირნათლად შეატარეს მაშინ და ეს იყო ძალიან საამაყო და უბედნიერესები იყვნენ. შრომის პროცესში ვარ და თანდათან იმედი მაქვს რომ სრულყოთ. აი როგორც პატრიარქმა მოითქითხა ეს ბავშვები. გაუტო ნანა საინტერესოა მართლა აი თქვენ წლებია უკვე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მუშაობთ. მე ჯერ კიდე პატარა ვიყავი, როცა თქვენ ჩართული იყავით რაიონებში თავიდან ბოლომდე ნებისმიერ მიმართულებით ინფორმაციას ფლობდით თუ რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო და შემდეგ სამწუხაროდ უყურეთ იმასაც, როგორ მინელდა ფოლკლორული მოძრაობა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერის და გალობის მხრივ და ახლა შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში ასე თუ ისე წამოიწია ისე აი ამღერნა, ბავშვები ამღერნენ. შევაფასოთ ეს პერიოდი დღემდე მოსული და ვთქვათ ფოლკლორის სახელმწიფო, აი ამ სკოლების მნიშვნელობაზეც რომ გითხრათ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების გვერდით მიწევს დღეს თქვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობას გიხდით ამისთვის და ზოგადად მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი ერთგულებით, ასეთი სიყვარულით იღწვის ბავშვებთან და სდის თაობებს ძალიან ქართული სულისკვეთებით. რაც შეეხება ამ სიტუაციას, ახლა როცა დავიწყეთ იმაზე საუბარი, რა იყო 30 წლის წინ და ბოლო წლებში ხო ზესტაფონში გამახსენდა ერთი ჩემი მოღვაწეობის გარიჟრაში, ასე ვთქვათ, ზესტაფონში ვატარებდით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მაშინდელი ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდური ცენტრი ერქვა, გალუდენცის სახელმძღვანელობით და ვატარებდით ოჯახური ანსამბლების დათვალიერებას. ესე იგი თურმე მე გამახსენეს, მე აღარ მახსოვდა, მაგრამ მე გამახსენეს. ნუ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გულფიცხობა უფრო ასე ვთქვათ მეპატიებოდა. მაგიდაზე დამირტყამს ხელი, რას გავს ეს ბოლოს და ბოლოს იმერეთში ვარ, თუ გამოვიდა ოჯახი დაახლოებით 7 წევრი და ყველა მღეროდა ერთ ხმაში. აბსოლუტურად მისონში და არა, ოჯახების დათვალიერება იყო ოჯახების და ვერ მოვითმინე თურმე და შევრისხე ისინი, რომ ბოლოს და ბოლოს იმერეთში ვარ თუ სადა ვართ, რა უბედურებაა ეს ერთ ხმაში ნამღერი, ორი ხმა მაინც როგორ ვერ მოაბით თავით ხო და ეხლა მწვანეა მაშინ რომ ესე პირდაპირ გულფიცხად მოვიქეცი, თუმცა შეიძლება და უფრო რბილად მეთქვა ალბათ ამეხსნა სიტუაცია. მე გამოსილებამ თავისი მოიტანა, მაგრამ ხო მე იმის ხაზგასმა მინდა რომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო ამ 25 წლის წინ იმერეთის რეგიონში. იყო ის რომ იგივე ოჯახების დათვალიერებაზე იყო კონკურსი ერთი სიმღერის ფაქტობრივად შატილის ასულო ჟღერდა მხოლოდ იმერეთში და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რასაკვირველია ეს არის უდიდესი საქმე და უდიდესი შედეგი რომ აი საალტბარო სკოლები მოქმედდა, მათ შორის იმერეთში და ეხლა როგორც ვიცი უკვე საჩხერეშიც მალე გაიხსნება, გეგმაში არის და ზესტაფონის სკოლა ერთ-ერთი წამყვანი არის ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს რომ ასე თავგამოდებით და ასე ინტენსიურად მოეკიდა ამ საქმეს და საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ რეგიონში ფაქტობრივად ყოველდღიურად არა, მაგრამ წელიწადში რამოდენიმე ასეთი სკოლა იხსნება და მას სათავეში უდგანან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის, პროფესიონალი რეგენტები, ლოტბარები, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის საუკეთესო მცოდნენი და ისინი ადეკვატურ შედეგს აღწევენ ბავშვებთან მუშაობის პროცესში. აი დღეს ჩვენ ამაში დავწუნდებით და მე ვფიქრობ რომ ის რაც ეს 19 სკოლა რომელიც უკვე მოქმედებს და ეს ორი რომელიც უკვე გეგმაში არის საჩხერისა და ქობულეთისა შეემატება სულ მალე ამ ასე ვთქვათ არმიას ქართული ხალხური სიმღერა გალობის საალტბარო სკოლებისა და კიდევ და კიდევ უფრო მეტი და მეტი ბავშვი გაეზიარება ამ უდიდეს საუნჯეს. ერთს დავამატებდი კიდევ აი ქალბატონმა ლიამ ბრძანა პირველი და მეორე ხმა ანუ წამყვანი ხმების სოლისტ თითო სოლისტის მიერ შესრულება საკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლების პროცესში ყველა ხმა უნდა ისწავლოს, შეიძლება ერთდროულადაც რამოდენიმე შეასრულოს, ასე ვთქვათ, რეპეტიციის და სწავლების პროცესში, მაგრამ აი ეს რომ ვთქვათ, ჩვენი ახირება ან ჩვენი აზრი არ არის მხოლოდ და უკვე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ამაზე ია კარგარეთელი წერდა, მინდა შეგახსენოთ.
არა მხოლოდ ხალხური სიმღერის სწავლებისთვის ანიჭებს ამას დიდ მნიშვნელობას, რომ თითო ბავშვმა თქვასო, თითო ხმაო წამყვანიო, არამედ პიროვნების ჩამოყალიბებაში ანიჭებს ამას ძალიან დიდ როლს. რომ იცით როგორ ამბობს, რომ თავხედური და კადნიერება კი არ არისო ესო, მაგრამ იმისათვის რომ პიროვნული ღირსებები, პიროვნული დამოუკიდებლობა შეიძინოს მოზარდმაო, ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მან შეძლოს თავისი ხედვის შეთანხმება სხვასთან. წაიყვანოს სიმღერა და თან შეუთანხმოს სხვას. და მეცაც ამბობს, ნუ ასწავლითო ბავშვს მოძახილსო და მოძახილი თვითონ მოძებნოსო. ნუ ეს უკვე იმ ეტაპზე ალბათ როცა გარკვეული მერჩევები მუსიკალური აზროვნებისა ბავშვებს შეძენილი ექნებათ და რასაკვირველია თავიანთი ვარიანტების რაღაც მოკრძალებული ვარიანტების შემოთავაზებაც შეეძლებათ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სკოლებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და ძალიან დიდ წარმატებებს მოვლენით. დიდი მადლობა. მოდით მოვისმინოთ ერთი მუსიკალური ნომერი, შემდეგ დავუბრუნდეთ და ვისაუბროთ დღევანდელ საღამოსთან დაკავშირებით. დღეს უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა მიზანი იყო ჩვენთან სტუმრობა, მაგრამ კიდევ სხვა მიზანია, ძალიან საინტერესო საღამო, საანგარიშო კონცერტს გამართავს საუდაბარო სკოლა ზესტაფონის და ამ ნაწილში უკვე აი სიმღერის მერე დეტალურად ვისაუბრებთ. მანამდე რას შევასრულებთ ბატონო გივი როკვისხათ? იმერული მგზავრული. კი ბატონო, მოვისმენთ დიდი სიამოვნებით. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მიშო, სანამ კითხვას დასვოდე, რომელიც ვფიქრობ, იქეთ მე ერთი კითხვით მე დაგასწრო, აი ქალბატონი ნანა საუბრობდა, რომ რეპერტუარზე შატილის ასულო და ასე შემდეგ. ძალიან დიდი პრობლემაა გარდა ნებისა სიმღერის ნება როცა არსებობს და უნდა ადამიანს თავის ოჯახს რომ ამ იმღეროს შვილმა და თავად ბავშვებმა შეასრულოს სიმღერა. აქ ბევრი პრობლემა ჩნდება. რეპერტუარის, პედაგოგის, მიდგომის, მეთოდიკის, საომავლო ინტერესის, ასე შემდეგ. ის ყველა პრობლემა, რომელიც ჩნდება, რაღაცნაირად მსუბუქად, თუმცა გვინდა რომ შევეხოთ. ამიტომ შემდეგი კითხვა ესეთი მექნებოდა და ხო ჯერ არ შეინახე ეს კითხვა, მსმენელი გველოდება და შემდეგ. ალო. დიახ. ესეში ვარ? ბრძანეთ. მოგესალმებით, მიკროფონის აგავეში ხონისაერა და მოგესალმებით ქრისტიანებს, თავის ბატონი ხო. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ეხლა როდესაც ვისმენდი ამ სიმღერას,
სულდა იგზენი თქვენ გაიხარეთ ასეთ მასშტაბებში უნდა იმრავლონ საქართველოში უნდა იმრავლონ და გადაიჭრონ თემი ფოლკლორი მაშინ მისულებს ასეთი ასეთი მიუხედავად იმისა რომ ბევრი ყალიბება სამყალიბება იმედია თვითონ მაინც ცოტა იმედია ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა და არა გვაყოფილებს იმ დონეზე გვინდა რომ მედია საჭირო გაიხარეთ სისხლზე წარმატებას გისურვებთ ყოველდღე კარგ ცხოვრებაში მადლობთ უღრმესი მადლობა მე გავაგზავნებ ამ კითხვას რომ შევეხოთ რეპერტუარს როგორ დგება რეპერტუარი რის მიხედვით იმიტომ რომ ახლაც რომ მოვისმენთ ეს იმერული მგზავრულის ვარიანტი ზუსტად აი ესეთი თანმიმდევრობით დაწყობილი ვარიანტით მისი ტექსტების ცვლილებითაც საკმაოდ საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ტექსტების ის იმპროვიზაცია ცვლილებებიც ამას რომ არ შევეხოთ ვფიქრობ არ შეიძლება ამიტომ იქნებ გითხრათ რეპერტუარზეც ხალხური სიმღერის ნაწილში და ასევე რეპერტუარი სამგალობლო ნაწილშიც მე ბატონი ალექსანდრე თუ შეიძლება ბატონი ალექსანდრე ბრატება ლოტბარი სკოლის და ანჩის ხადელთა პირველი თაობის წარმომადგენელი მადლობთ ეს რეპერტუარი ჩვენ ძირითადად ფოლკლორის ცენტრით გვაწოდებს თავის პროგრამას რაც უნდა შევასწავლოთ ხო თავისი ფორმატით გვაწოდის ამ პროგრამას რომელიც სიმღერები არის ძირითადად უფრო პრიორიტეტული ასე რომ ვთქვათ შესასწავლად და მეც რაღაცებს იმისათვის რომ ბავშვები რაღაც კარგობდო იმ სიმღერის დონემდე ავიყვანო რაღაცებს ვამატებ რომ როგორმე განვითარება იყოს რა უბრალოდ ბავშვების ასე რომ ცდილობთ რაღაცების დამატებასაც ძირითადად ხელმძღვანელობთ ხოლმე ძველი ჩანაწერებიდან, მაგრამ ეს კერძოდ ეს ვარიანტი ახალი გამოცემული იყო წიგნიდან იქიდან ავიღე, კერძოდ და იქიდან შევასწავლე. საინტერესოა აი თუ ყველა ხმა სწავლობენ ბავშვები ყველა ხმა სწავლობენ ახლაც თქვათ ეს სიმღერაც რო შეასრულეს მე მგონი შეამჩნიეთ რომ რამდენიმე ტრიოს რა თქმა უნდა სხვადასხვა ისინი და იმდენად რომ თქვათ პირველ ხმებს ერთად ვასწავლე ყველას იმ ტრიოსაც იმ ტექსტსაც ყველაფერს რომ ყველა ბავშვმა იცოდეს სიმღერა თავიდან ბოლომდე და მე უბრალოდ იმ ტრიოს მიდო გამოვყავი ასე რომ ვთქვათ რომ ჩანდეს რომ საინტერესოა საინტერესოც რო გამოჩნდეს მითო დავაცალკავი ასე რომ ვთქვათ ეს ტრიო ვაფშე ასევე რაღაც ესეთი სიმღერები რომელიც ტრიო მარტო ტრიო სიმღერებს და თუ გაქვს სხვა კუთხის სიმღერებიც კი გვაქვს სხვა კუთხის სიმღერები უფრო იმერული ვიწერია ხო მაშინ და ახლა არ ვიცი რამდენად ტრიოც გვაქვს მაგალითად გაკეთებული და ბატონების ნანინა ასეთი იმერული ბატონების ნანინა რომელსაც მაინც ნანინა ქვია და ამიტომ გოგონებს ვათქმევი ასე რომ ვთქვათ ტრიოში ბატონო გასმენი თუნებოთ ბატონო ერთი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან ეს არის სკოლა ერთის მხრივ გულისხმობს ალბათ როგორც დაწესებულებას სადაც ბავშვები სწავლობენ და მეორეს მხრივ ეს არის ხელწერა შემოქმედებითი თუ კუთხურობის მიხედვით რომ არ დაიკარგოს ზესტაფონის სასიმღერო სკოლა ალბათ ამასაც გულისხმობს თუ ჩვენ ვითვალისწინებთ მithumetes ძველი ჩანაწერებს და გვინდა რომ ზესტაფონის კილოკავი რომელიც მას აქვს ის გაგრძელდეს ცხადი ამისთვის მხოლოდ ეს სასიმღერო რეპერტუარის სწავლება არ იქნება საკმარისი და არც იმისთვის რომ საგანმანათლებლო სისტემა შეიქმნას რა საგნებს სწავლობენ ისე კიდევ ბავშვები და რა დონეზეა თითეული საგანი კლიანად ახლა პირველ რიგში ისწავლება გალობა, ხალხური სიმღერა, რა თქმა უნდა, ხალხური ინსტრუმენტები და სოლფეჯიოს კიდე აი ზოგადად ვასწავლეთ ესე სოლფეჯიოს პედაგოგიკას, მუსიკის თეორიას, და რა შეიძლება თქვენ რაც თქვით იმერეთის ძირითადად იმერეთში ძალიან მწირი არის ხალხური სიმღერის აი რიცხვიანი. არ არის ესეთი იქ ცოტა მეტი ლირიული მუსიკა სუფერს უფრო მეტად კალაკური ძალიან მაგრამ აი ეს ბავშვები ვინც არიან ახლა აბსოლუტურად არიან იმ სულისკვეთებით იმასაც ვღერიან ცოტა შორის იმ ლირიული სიმღერებზე კალაკურ მელოდიებს მაგრამ მათთვის ეს პრიორიტეტი ეს არის ქართული ხალხური სიმღერა და გალობა
ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ მუსიკის მოსმენა აუცილებლად უნდა ვამღეროთ ჩვეულებრივი. კიდევ ერთი სიმღერა ვთხოვთ, საგალობელი. საგალობელი ხო? კი ბატონო. გალბატონია. ვთხოვთ და მოვისმინოთ ზესტაფონის სკოლის ბავშვების მიერ შესრულებული საგალობელი და შემდეგ ალბათ ნანასთან გათავაზ გითხრით ხელი. მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა. არაჩვეულებრივად დახვეწილად შეასრულეს საგალობელი, რომელიც დამეწონებით არც ისე ადვილია შესრულების. და თან ჩაასრო ისა პრაქტიკოსი მგალობლები რო არიან, ზუსტად ისე იგალობეს, რომ არა როგორც მუსიკალური ნომერი, არამედ როგორც გალობა. ხო, თავისი სიმშვიდი და სიდიჯით ბოლოს. სანამ ქალბატონ ნანასთან გადავალთ სიტყვით, მე მინდა ქალბატონ ლიას ვკითხო გალობის მიმართულებითაც რა პროგრამაა, კონკრეტულად ვიცი რომ ფოლკლორის ცენტრი კონკრეტულ პროგრამას აგზავნის და პლუს ისიც არის რომ ამ შემთხვევაში სკოლა უნდა იყოს ფმაში სასწავლებელთან, მთაწმინდელი სასწავლებელთან, სადაც კონკრეტულად მოითხოვება რამდენიმე ისეთი საგალობელი, სკოლის საგალობელი, რომელიც აუცილებელია რომ მისაღებ გამოცდებზე ჩაბარდეს. თქვენი პროგრამა როგორია საუდოვარო სკოლაში? როცა დავიწყეთ პირველ წელს კონკრეტული პროგრამა არ ქონდა, მართალი რო თქვათ და შედარებით მარტივი საგალობლები ავარჩიეთ ძირითადად გელათის სკოლის. ძირითადად. მე მოვიდა ეს პროგრამა სასწავლო რაც იყო გათვალისწინებული და ფაქტიურად ახლა რომ ვთქვათ, აი სტუდიის პროგრამა რაც არის 6-დან 15 წლამდე არიან ძირითადად ბავშვები. შემდეგ 15-დან ზემოთ პირველი წელი და კიდევ მეორე წელი, იმიტომ რომ ჩვენ ხო უკვე 2 წელია ვმეცადინებს და აი ეს პროგრამა გავიარეთ, შევისწავლეთ გალობები. რამდენად რთული იყო შესასწავლად? მაგალითად ბავშვების დამეთანხმებია რომ გურული შემოქმედის კილოს ტყვეთა თავიდან ცოტათი ისე შევხვდით რაღაცნაირად, აი სულ სწავლობდით, ვიმახსოვრეთ, უსმენდით კიდეც სხვათა ჩანაწერებს. ძალიან სამწუხარო მოხდა ის რომ ეს მოსასმენი აპარატურა დაიკარგა იქ სკოლაში მოხდა ეს პრეცედენტი სამწუხაროდ, მაგრამ ან ჩვენ თვითონ მოვახერხებთ რაღაცას და ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა ხოლმე რომ სხვადასხვა სკოლების ჩანაწერებს უსმენენ ბავშვები. ისინი კალკას კი არ აკეთებენ, კი არ გადმოიღებენ, მაგრამ ხასიათს შეიგრძნობენ. აი ღვთისმადლი მოდის, მანერა მოდის და თანდათან იხვეწებიან მერე. ჩვენ ბევრ ამას ალბათ ბევრ კარგ ბავშვს მივიღებთ კიდე გაისისთვის მოგვემატებიან, ახლა იქნება ახალი მიღება, ახალი ნაკადი შემოვა. ახლა რაც პროგრამა გავიარეთ, გაისისთვის ვაპირებთ, დავხვეწოთ ეს კიდევ სრულყოფილებისკენ წავიდეთ და
რასაც დაგვიმეტებენ გაისეთ პროგრამით, კიდე იმას ვისწავლეთ. ანუ რაც არის იქ პროგრამაში მოცემული პირველი წელი 15-დან 15-ის ზემოთ და მეორე წლის პროგრამა შემოქმედის სკოლის იყო, გელათის იყო და კახურიც ორი საგალობელი კახური იყო. ეს შევისწავლეთ. მე ერთი კითხვა მექნება ბატონ გივისთან, სალოტყარო განყოფილება, რომელიც უშუალოდ ემზადება ჩასაბარებლად მთაწმინდელის უმაღლეს სასწავლებელში. თუ ყავს უკვე ჩვენ სკოტ მოზარდი, რომელიც აბიტურიენტი. კი, გამოკვეთილები არიან, სამნი არიან. ძირითადად რომლებიც სურვილი გამოთქვეს ამას და ორი კიდევ არის მოფიქრების სტადიაში არიან და ეხლა ამ 5-დან 3 ან 2-მა რო ჩააბაროს, ხო? ერთმაც რომ ჩააბაროს და გამოვიდეს. ეს ძალიან კარგი იქნება. ახლა წეგა მე და მიშო საუბრობთ ესე იგი რომ 3-დან ან 4-დან ესე იგი ერთმა გოგომ და ერთმა ბიჭმა რო ჩააბაროს, ერთი სალოტბარო მეორე რეგენტი, ის იქნება ძალიან კარგი ზესტაფონისტი. ქალტონ ნანა, ერთი ესეთ კითხვა მაქვს თქვენთან, რა პრინციპით ხდება ამ პროგრამის შერჩევა ფოლკლორის ცენტრის მხრიდან? ვინ ადგენს პროგრამას და როგორ ხდება ამის მომზადება, იმიტომ რომ გარკვეული სპეციფიკა აქვს საბავშვო რეპერტუარს მით უმეტეს და შემდეგ ეს უნდა შევიდეს ფაზაში, რომ შემდეგ აღმოჩნდეს სალოტბაროს უმაღლეს სასწავლებლის ჩაბარება. როცა დავიწყეთ ამ ფოლკლორის ცენტრმა აქტიურად დაიწყო კონცეფციის სამუშაოება, მაშინ სხვადასხვა კუთხისთვის დავიწყეთ ზუსტად რეპერტუარის შედგენა და ამაზე ფიქრი და შედგა რეპერტუარი იმის მიხედვით, რომ მარტივიდან რთულისკენ ყველა კუთხეში და თავისი კუთხის ტრადიციის შესაბამისად. სადაც გაიხსნას ფოლკლორის სკოლა, ყველგან აბსოლუტურად აქვს თავიანთი კუთხის ტრადიციის შესაბამისად შერჩეული რეპერტუარი მარტივიდან რთულისკენ. აი ახლა ალეკო ბრძანებდა, რომ ჩვენსაც ვამატებთ, რასაკვირველია, ეს არ არის დოგმა. ეს არის შეთავაზება, ამას რატო ეს სიმღერა არ ასწავლე, ან რატო ის ასწავლე, მე ვფიქრობ, ასე არ იქნება შემოწმების დროს, ასე ვთქვა და ანგარიში ჩაბარების დროს მოთხოვნა. უბრალოდ ეს არის შეთავაზებული პროგრამა, რეკომენდაცია, რომ ეს სიმღერები სასურველია, რომ იცოდნენ, მოსმენითაც რო იცოდნენ ბავშვებმა და მე რა არის, იცით, როცა ჩვევა განუვითარდებათ, ხო, უკვე ერთად მღერის, ხო, რაც მე სიმღერას მიასვდი, თვითონაც ითვისებენ თავისით, მოსმენიდანვე უკვე ითვისებენ და გამჯდარი ფორმულები მე ავტომატურად მუშავდება. აი ხა ჩვენთანაც ამერიმერში მაგალითად, ხო, ბავშვებმა უცბად ის რაც წლის განმავლობაში ან 2 წლის განმავლობაში ვასწავლეთ და კონცერტზე იმღერეს, მე კონცერტის მე რაღაც მეგობრული შეკრება რომ მოვაწყოთ, იქ ისეთი სიმღერები იმღერეს, რომელიც საერთოდ არ გვისწავლებია, მაგრამ თიებისგან და ამერიმერის უფროსი თაობისგან მოსმენით იმათ თავისით შეითვისეს და თავისებურად იმღერეს. ეს არის მთავარი მიზანი ზუსტად, რომ ბავშვებმა ისწავლონ აზროვნება, მუსიკალური აზროვნება დედაენაზე და მეტყველება. ეს არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ აქ მიდგომა სწორია და აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკოსაც, რომ ის პოტენციალი, რომელიც ბავშვებს აქვს, თუ იმაზე მეც გვაძლევს საშუალებას, რაც პროგრამით არის შეთავაზებული, რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვავითაროთ. გასაგებია. ჩვენი დრო იწურება, მაგრამ უნდა მოვასწროთ კიდევ რამდენიმე სიმღერა და პლუს საუბარი. მე მინდა გთხოვოთ საკრავების მიმართულება, ამ შემთხვევაში წარმოადგინოს საუბარო ბატონი რევას შარიქაძე. ბატონი რევას დიახ, რომელიც ასწავლის მათ ხალხურ საკრავებს და ის თავად მოგვახსენებს ახლა ამ მიმართულებით. მოგესალმებით ბატონ რევას და უნდა გითხოთ რა ინსტრუმენტებს შეისწავლიან ზესტაფონის სალოტბარო სკოლაში ბავშვები? მოგესალმებით მიესალმები მაყურებელს, მსმენელს. ბავშვები შეისწავლიან სალამურზე, ფანდურზე, ხალხურ ფანდურზე, დაგვრას და ასევე ჩონგურზე. და თქვენ გაქვთ გარკვეული რეპერტუარი, რომლის მიხედვითაც რომელიც შედგენილია ფოლკლორის ცენტრისგან, ესეც ჩვენ ვიდეოს ასწინ და ამის მიხედვით და ამას გამასგარდა კიდე ალბათ ამატებთ. უფრო ძველი დღეს გვაქვს რეპერტუარიდან ეს გვაქვს ხომ საშუალება რომ ტრადიცია, როგორც ასეთი მერეც ხალხური საკრავების არ ყოფილა. დიახ. მაგრამ მე მინდა ვასწავლო როგორც მეგრული ასევე საორკესტრო ტრადიციას გულისხმობთ. არა. ვერ დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, საკრავები იყო იმერეთში უბრალოდ გარკვეულწილად დაიკარგა ეგ ტრადიცია. განა არ ყოფილა, უბრალოდ დაიკარგა და თქვენი სტანამოღვაწეების წყალობით ეს ტრადიცია აღდგება და ბავშვები შეისწავლიან ჩონგურს და იგივე ვთქვათ, აი საჩონგურო ნანინები, ბატონების ნანინები როგორ არა ჩონგურითაც სრულდებოდა და უჩონგური. ალბათ ბატონი რევას გულისხმობდა საორკესტრო შემთხვევას. ეგ არც არის სასურველი. არც არის სასურველი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მოდით მოვისმინოთ მაშინ ერთი ინსტრუმენტული ნომერი თქვენ და თუ შეიძლება მოგვასმენოთ ნიმუშად რომ კონდეს წარმოდგენა რა შესრულდება ახლა და რა შესრულდება რომ ვიცოდეთ. როგორ ხდება? მასივარ.
მაინც მეგრული სიმღერები უფრო კი ბატონო და ჩოგუნთარ არის დაკავშირებული და ასე რომ საინტერესოა ბატონო გივი ერთი რამ გუნდის წევრები მხოლოდ ზესტაფონიდან არიან თუ სოფლებიდანაც არიან რაიონის უმეტესობა ზესტაფონიდან სოფლებიდანაც არიან ხშირია როდესაც რაიონულ ცენტრში არის განთავსებული სკოლა მაგრამ ვერ ახერხებენ სოფლებიდან ბავშვები ჩამოსვლას ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი შედეგი ასე ვთქვათ მომენტი როცა არც ტრანსპორტია არც არიან ბავშვები რომლებიც იკარგებიან აი ამის გამო თქვენთან როგორ არის ეს მდგომარეობა? სამწუხაროდ არის ეს შემთხვევები, არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ვერ მოდიან. დიახ. აი ზუსტად აი ტრანსპორტის გამო, კიდე სხვადასხვა პირობების გამო, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რამაც ჩვენ ხო რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დახმარებას თუ ყველანაირად ეხლა თქვენ რომ ბრძანდებოდეთ ჩამოსული ჩვენ ხო ვიყავით რესურს ცენტრში ხო ვიყავით იქ შეიკრიბნენ დირექტორები და ჩვენ სექტემბერში როცა დავიწყებთ უკვე ჩამოვლას აი კიდე აღმოჩნდებიან ბავშვები და იქ უკვე დაგვეხმაროს უნდა მუნიციპალიტეტმა რომ ბავშვების აი წამოყვანაში აი ეს პრობლემა არის ძირითადში სხვა არაფერი ხელს არ გვეჭირდა ძალიან კარგი კადრები არის სოფლებში ძალიან კარგი ბავშვები არიან ამიტომ აი ეს პრობლემა არის და ძირითადად ეს ბავშვები არიან ქალაქის ბავშვები. რამოდენიმე დადის. იქნებ ისეთი რაღაცაც იყოს შესაძლებელი რომ ფილიალივით იქ სადაც თქვათ ახლომახლო სოფლები არიან თუ კი სოფლის არა ერთმანეთთან რომ შეიკრიბონ მოშორებითი სოფლები თუ კი სოფლის მუნიციპალიტეტის კეთილინება იქნება და რაღაც გარკვეულ ანაზღაურებას კვირაში ერთხელაც თუ დაუნიშნავს პედაგოგს შეიძლება იქაც ჩავიდეს იქნებ ენთუზიასტები შეიძლება ჩვენ ძალიან ცოტა გვჭირდება დრო ამიტომ ჩვენ მსმენელი ალბათ უფრო მეტად ისიამოვნებს თუ მოვასმენებთ ბავშვების მიერ შესრულებულ სიმღერებს იქნებ საკრავიერი აი ხედავ რომ სანდორი ფანდური და სალამური და ფანდური შეიძლება რომ აი მოგძამდეთ და ამათაც ვთხოვოთ და არემაქვე ვიტყვი რომ საკრავებზე გამახსენდა რომ დღეს აქედან ეს ბავშვები მიდიან ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში დიახ და მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იქნება მათთვის ამასინათ კასპის საოლპარო სკოლის ბავშვები იყვნენ ასევე სტუმრად იქ პატარა კონცერტიც გამართეს საღამოს იმათ ილიას უნივერსიტეტში ჰქონდათ უკვე დიდი კონცერტი და ასე ვთქვათ საკრავების მუზეუმმა უმასპინძლა ამ ბავშვებს და ძალიან დასამახსოვრებელი დღე ჰქონდათ და ამ მუზეუმში საინტერესო ის არის და სახალხო ყოველთვის ბავშვებისთვის იქ მისვლა რომ ცოცხალი მუზეუმია ჟღერს ყველა საკრავი და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ძალიან მოსული მსმენელისთვისაც ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მოსმენა და თვითონ მუზეუმზეც მინდა ვთქვა რომ მართლა ძალიან სასიამოვნო და ისეთ ინსტრუმენტების ხმას გაიგებთ ვინც აქ მიორა გაოცებული დარჩებით მოვისმინოთ
დიდი მადლობა. მინდა აღვნიშნოთ, რომ შეიძლება რომ ძალიან გვიან დაიწყეს ხალხური ინსტრუმენტება, ცოტა მეორე წელი არც არის ჯერ ერთი წელიც არ გასულა. შედეგი მაინც სასურველია. ამიტომ მე მგონი მომავალ წლისვე უფრო ბევრი იქნებიან და უფრო კარგად დახოცილად. ბატონო, საინტერესოა დღეს გარდა ჩვენი გადაცემისა, ვახსენეთ რომ საკრავების მუზეუმში იქნება შეხვედრა. არის ძალიან საინტერესო საანგარიშო კონცერტი, სადაც ბავშვები წარმოადგენენ სრულ პროგრამას. კონკრეტულად რო გითხრათ, სატარდება ეს ყველაფერი, რამდენი სიმღერა შესრულდება და ყველა ის დეტალი, რაც დაკავშირებულია დღევანდელ საღამოსთან. რა თქმა უნდა, კალადონანო გითხრათ, რომ სადაც არის მისამართო დაუკონკრეტებს კარგი იქნება. სამღეროს ქუჩა 6 ნომერი, ამავე დროს გორგასალის პირველი, ანუ ფაქტობრივად გორგასლის მოედანზე არის სომხური ეკლესიის მხრიდან ჩასასვლელი. რა შესრულდება, რამდენი სიმღერა შესრულდება? აი ჩვენ გვიძებს აგერ რეპერტუარი, როდესაც ჩვენ აი ამ პროგრამით ვიმუშავეთ, ახლა სამში გქონდა მუნიციპალიტეტის წინაშე წარდგა ეს სკოლა და პირნათლად თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და ყველა გადატენილი იყო დარბაზი. ესე იგი და ყველამ ეს აღნიშნეს ერთხმად ესე იგივე საოცარი ბავშვები არიან და ძალიან დიდი მომავლის თვალით უყურებენ აი ამ ბავშვებს. აქ არის 21 ნომერი. დიახ. 21 ნომერი არის. სიმღერა და გალობა და 3 ინსტრუმენტული. 21 ნომერი ეს არის მთელი კონცერტი მე მგონი. კი, რა თქმა უნდა. ასე რომ თუ ვინმე სურვილი ექნება დღეს მობრძანდნენ. 4 საათზე აღნიშნული მისამართზე და ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ძალიან კარგი. კიდე მოვისმინოთ ერთ სიმღერას. აუცილებლად ჩვენ აქ რეპერტუარში ვნახეთ რომ ხალხური სიმღერის გარდა სხვა კუთხის სიმღერებიც არის თქვენთან, როგორც არის მესხური მრავალჟამიერი მაგალითად ან ლეჩხუმური მაყრული, რომელიც აი ლეჩხუმური მაყრული შეიძლება დავამთავროთ. მოვისმინოთ მაშინ ეს სიმღერა და შემდეგ უკვე დავამშვიდობებით ჩვენს თემას. ზესტაფონის საუბარო სკოლა შეასრულებს ახლა ლეჩხუმურ მაყრულს. მაგალითად ალეკო ტონლობა მიიღე. ფიქრობ ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს წარმოქმნილი. უღრმესი მადლობა. ჩვენი გადაცემა სრულდება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბავშვებს, რომლებიც ასე სიყვარულით ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერას, გალობენ და უკრავენ საკრავებზე. დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ პედაგოგებს, იმიტომ რომ ასე დიახ, რა თქმა უნდა. ეს გახლავთ რეგენტი ქალბატონი ლია ცქიალაძე და რეგენტის თანაშემწე დიანა შუბითიძე, რომლებიც ქართულ გალობის მიმართულებით უდგას სკოლას გვერდით
ხალხურ საკრავთა პედაგოგი ბატონი რევაზ შარიქაძე, რომელიც შესრულებისად მოვისმინეთ, სკოლის კონსულტანტი ბატონი გივი შანიძე ბრძანდება და ლოტვარი ალექსანდრე ხახიშვილი, რომელიც ხალხური სიმღერების მთელი სპექტრი წარმოადგენდა. დიახ, ნამდვილად დღევანდელ პროგრამაში 21 სიმღერა აქვს ბავშვებს, ისინი 2016 წლის 15 წელს ჩამოყალიბდა, შეიქმნა. 15 წელს და შეიქმნა და სასიხარულო შედეგია, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლის და თუ როგორ იმღერებენ, გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს თავიანთი გზა და ასარჩევია, თუმცა უკვე სასიხარულო, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს რაიონებში ქართული ტრადიციული გალობის და ხალხური სიმღერის აღდგენა, განვითარება, შენარჩუნება და მისი ესთეტიკის გაფრთხილებაზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ უფრთხილდებით ჩვენ ტრადიციული კულტურის ღირებულებებს და მის ესთეტიკას, სხვა შემთხვევაში ეს თუ ნება არსებობს, დანარჩენი ყველაფერი გამოდის შეიძლება. გული ამბობდა ჯოხონელიძე, რომ ბიჭუნა როცა ჩოხას ჩაიცვამსო და ის ქართულ სიმღერას ეზიარებაო, არ არსებობს, რომ იმან ცუდი რაიმე ჩაედინოს ცხოვრებაში და ეს მართლაც ესე აი მართვიდან მოყოლებული თაობებში გაიზარდა არაჩვეულებრივი ქართველებისა და მოქალაქეებისა და უმუშალოს ღმერთს. თუ შეიძლება რომ მეც მინდა დიდი მადლობა გითხრათ დღევანდელი დღისთვის თქვენს სმენელს, თქვენს კლიანად აი რედაქციას. დიდი მადლობა. არაერთჯერ ყოფილი ვარ თქვენს რედაქციაში და დღეს აი ჩემი ბავშვებით მოვედი და მინდა რომ ბავშვების სახელითაც მინდა დიდი მადლობა გითხრათ. ბავშვებო, ერთად უთხრათ მადლობა. გაიხარეთ. ჩვენი ერთი პატარა რომ მე 21 სიმღერის გარდა კიდევ ცხადია. ძველი რეპერტუარი, რომელიც სარჟანტელი ის არ გვაყაში. ჩვენი გადაცემა დასრულებულია, ჩვენი გადაცემა. მე მინდა სვენელს ვუთხრა, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ზესტაფონის საუდვარო სკოლა, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2 წლის წინ დაარსა. დღეს მათ აქვს საანგარიშო კონცერტი თბილისში, საკრალოვის მუზეუმში და მინდა წარმატება ჩვენი გადაცემის სახელით და ჩვენი მაუწყებლის სახელით ვუსურვო მათ. ჩვენ არაერთხელ შევხვდებით ამ სტუდიაში და ვისაუბრებთ ქართული, კონკრეტულად იმერული სიმღერის და საუდვარო სკოლის წარმატებებზე. დიდი მადლობა, დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. Chakrulo.